ხუთი ჩვევა, რომელიც აერთიანებს მდიდარ ადამიანებს და ისეთ მდიდარ ადამიანებს, რომლებიც ხანგრძლივად, გრძელვადიანად, თითქმის ძირითად შემთხვევაში სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებენ სიმდიდრეს და აბევრებენ, რადგან ძალიან ბევრ ადამიანს შეუძლია, რომ იშოვოს ბევრი ფული, გამდიდრდეს, თუმცა უმრავლესობას არ შეუძლია მისი შენარჩუნება და გამრავლება და როგორც წესი, ეს სიმდიდრის პერიოდი არის ძალიან ხანმოკლე ხოლმე. ამ თემებზე წინა ვიდეოში უკვე ვისაუბრეთ, დღეს მინდა რომ კონცენტრირდეთ იმაზე, თუ რა აქვთ ამ ადამიანებს საერთო. ისინი ზრუნავენ ამ ხუთი ჩვევით თავის სულიერ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე და ზუსტად ეს ზრუნვა უზრუნველყოფს იმას, რომ გრძელვადიანი და სტაბილური ფინანსური, ესე ვთქვათ, სიმდიდრე აქვს. გამარჯობა, მე ვარ ელენე. ეს არის ჩემი არხი Reverse Monday. ძალიან გთხოვთ ვიდეოს დასაწყისშივე მოიწონოთ ეს ვიდეო, დააკომენტაროთ, ან თუ არ გამოგიწერიათ ჩემი არხი, გამოიწეროთ. სანამ ხუთი ჩვევის განხილვას დავიწყებთ, ასევე მინდა გითხრათ, რომ გავაკეთე სამწიგნიანი სია, ძალიან მარტივი წასაკითხი, გასაგები, მოიპოვება ონლაინ ვერსიებიც ამ წიგნის, არ გჭირდებათ რომ გამოიწეროთ, თუ გაინტერესებთ ფინანსური განათლების ამაღლება და გაფართოება, დამიწერეთ კომენტარებში სამი წიგნი და სიას მოგწერთ კომენტარებშიო და ვფიქრობ, რომ ძალიან საკმარისია ამ წიგნების წაკითხვა და გააზრება იმისთვის, რომ თქვათ გავიგეთ ფინანსები და შეგვიძლია რომ ჯანსაღი და რაღაცნაირი მდგრადი ფინანსური გარემო ავაშენოთ ჩვენს ირგვლივ. ეხლა კი დავიწყოთ ჩვევებზე საუბარი. პირველი ჩვევა არის გრძელვადიანი აზროვნება, რაც საქართველოში და ზოგადად ქართველებს გვაქვს დანაკლისი. თუ რატო გვაქვს დანაკლისი, ეს ვისაუბრე ვიდეოში, როდესაც განვიხილავდი ქართულ ფინანსურ იდენტობას და აღარ განმეორდები ჩვენი წარსულის გამო, წარსული ტრავმების გამო გვაქვს ეს საერთო დამოკიდებულება, რომ რაც გვაქვს დღეს სწრაფად დავხარჯოთ. ასევე შეინიშნება ჩემი აზრით ჩვენს ესე ვთქვათ ფულთან დამოკიდებულებაში ის, რომ გვინდა სწრაფად ვიშოვოთ. რატო გვინდა რომ სწრაფად ვიშოვოთ? იმიტომ რომ არ ვიცით ხვალინდელი და გვექნება თუ არა და მოვასწრებთ თუ არა შოვნას, ხო? აქედან გამომდინარე, აი ეს easy money, მარტივად ფული შოვნის მოდელი, რაც არის ძალიან ბევრ ადამიანს, ქართველს, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც უბიძგებს, ესე ვთქვათ, აზარტული თამაშების თამაშისკენ, ან მაგალითად რაღაც არალეგალური საქმიანობით შემოსავლისკენ, რომ ოღონდ ფული იშოვან. ეს ყველაფერი არის ხანმოკლე, წარმავალი, დამაზიანებელი თვითონ ამ ადამიანისთვის და რა თქმა უნდა, მისი გარემოსთვისაც და თუ საერთოდ ეს კანონის დარღვევით ხდება, აქ შემოდის უკვე სხვა ადამიანის, ესე ვთქვათ, დაზიანებაც, ხო? და ეს ყველანაირად შემდეგ გვჯერა კარმის, არ გვჯერა, მე ვფიქრობ, რომ იმ მომენტში თუ არა გრძელ ვადაში აისახება ჩვენს ცხოვრებაზე და გარემოზე. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ფულის ნდომის სურვილმა, მოკლევადიანმა არ წაგვიყვანოს ისეთი გზით, რომელიც მერე მთელ ჩვენს ცხოვრებას განსაზღვრავს და არც თუ ისე კარგი, ესე ვთქვათ, ხარისკენ გადაგვიყვანს, ესე რომ ვთქვათ, რაღაც დილობიანად, მაგრამ მოკლედ, პირველი ჩვევა ამ ადამიანების და გავიხსენოთ უორენ ბაფეტი, თუ გინდათ ილონ მასკის, რომელიც საკმაოდ ისეთი ექსცენტრიული მგონია, მისი გრძელვადიანი გეგმა რა არის? მარსზე გაფრენა, მისი გრძელვადიანი გეგმა არის, რომ SpaceX-ით ინტერნეტი ექნება ყველას თანაბრად და ის იქნება ხელმისაწვდომი და ასევე რომ ავტომობილები იქნება ელექტრო და ეყოლებათ ხელოვნური ინტელექტით მძღოლები. აქედან გამომდინარე შეიძლება რაღაც ექსცენტრიული ადამიანია, მაგრამ საკმაოდ გრძელვადიანი გეგმები აქვს. შეიძლება
მარსზე ადამიანის გადაცხოვრება შეიძლება კი არა დიდი ალბათობით მის ცხოვრებაში ვერ მოესწრება. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ არა ესე გრძელვადიანად, მაგრამ მაინც გრძელვადიანად და რაღაც 5-10 წლის ჭრილში შევხედოთ ამოძრავი ქონების შეძენა, ამ ადგილას რა მოგვიტანს, მშენება არ ეჯობს თუ არ ჯობს, ამ სამომხმარებლო სესხლისგან თავის შეკავება, რას მომიტანს, ხო? იგივე ავიღოთ ჯეფ ბეზოსი, რომელმაც ეხლახანს გახსნა საათი, რომელიც მთაში არის ჩამაგრებული თუ არ ვცდები, 100 წელში ერთხელ რეკავს მაღვიძარას თუ ზარს. რის აღსანიშნავად? იმის აღსანიშნავად, თუ რამდენად გრძელვადიანია მისი ხედვა. შეიძლება ჩვენ არ დავჯდეთ ჯეფ ბეზოსის და უორენ ბაფეტის გრძელვადიანი ხედვის ხაზზე და სტანდარტზე, მაგრამ შეგვიძლია საშუალო სტატისტიკური ევროპელის აზროვნება შემოვიტანოთ და 5, 10, 20 წლიანი გეგმები გავაკეთოთ მით უმეტეს იმ ქვეყანაში, სადაც არც ერთ ხელისუფლებას არასდროს არ უზრუნია ადამიანის საპენსიო ასაკისთვის, იმისთვის, რომ იყოს უზრუნველყოფილი ადამიანი. ჩვენი ესე ვთქვათ, ჩვენ თვითონ ბედი არა, ჩვენი ცხოვრებაზე კონტროლი, როგორც სტოიკებმა, ჩვენ თვითონ უნდა ავიღოთ იმ ნაწილში, რამდენადაც ჩვენ შეგვიძლია. აქედან გამომდინარე, ვიაზროვნოთ გრძელვადიანად 50 წლის რო იქნება ელენე, საიდან ექნება შემოსავალი, 70 წლის რომ იქნება, საიდან ექნება, 90 წლის რომ ექნება, საიდან ექნება, რამდენი დაჭირდება, რამდენადაც ეს შეიძლება, ხო? და ამ მოკლე ესე ვთქვათ, ვადაში გამდიდრების ფიქრებს შევეშვათ, როგორც წესი ეს არის ხოლმე დესტრუქციული და ხშირად ადამიანების შეცდომებს უშვებენ და შევხედოთ 10, 20, 30 წლის ჭრილში და ნათქვამია საერთოდ, რომ რაც არ უნდა დაისახო მისნად ფინანსური, ესე ვთქვათ, გეგმა, რეალიზება, თვითრეალიზაცია წარმატება, ესე ვთქვათ, ყოველ წელს რომ გააორმაგო, აუცილებლად მიხვალ 30 წლის ვადაში და გაცდები კიდევაც იმ შენს თავდაპირველ გეგმას. აქედან გამომდინარე, გაზარდეთ ფიქრის, ესე ვთქვათ, არეალი, ნუ შემოიფარგლებით ერთწლიანი, ერთთვიანი და ერთხიანი გეგმებით. ჩვევა ნომერი 2 არის შემოსავლის ზრდაზე ფოკუსი და ნაკლები ფოკუსი ხარჯების შემცირებაზე. თუმცა მე ძალიან ბევრი ვისაუბრე, რატო არ უნდა ავიღოთ საქართველოში სამომხმარებლო სესხი მაგალითად, ხო? გარდა გარკვეული შემთხვევებისა, სადაც იძულებულები ვართ ფაქტობრივად, რომ ავიღოთ, სხვა გამოსავალი არ გვაქვს, მაგრამ აი ეს კონცეფცია, რაც ახლა შემოდის, რომ გარეთ აღარ დალიო ყავა, არ იყიდო გარეთ წყალი, ან არასდროს არ ჭამო გარეთ და შენ ამას დააგროვებ და 50 წელში იყიდი საოცნობო მანქანას, არის bullshit. ანუ არავის არ უყიდია Ferrari, ეს ჩემი გამონათქვამი არ არის, დაზოგილი ყავის ფულით. ანუ არ უნდა ვიცხოვრებთ ღარიბად, ერთხელ ცხოვრობთ, ყოველ შემთხვევაში ეს ცხოვრება ერთხელ გვახსოვს, ხო? და უნდა ვიცხოვროთ კარგად და უნდა დავხარჯოთ იმაში, რაც გაგვახალისებს, გვაბედნიერებს, მოგწონს, სხვა ადამიანებიც უნდა გავახაროთ. აქედან გამომდინარე, იმაზე მეტ რესურსს უნდა ხარჯავთ ფიქრში, როგორ დავხარჯო ნაკლები, ვიდრე საჭიროა. ნუ გავხდებით, ესე ვთქვათ, მეწვრილმანეები, თითოეულ კაპიკს ნუ გავეკიდებით, პირიქით. ჩვენი ენერგია და ფოკუსი გავუშვათ გაფართოებაზე, როგორ ვიშოვო მეტი იმისთვის, რომ საფიქრალი აღარ მქონდეს, ახლა Starbucks-ის ყავა ვიყიდო თუ მეორე ბრენდის ყავა, რომ რაღაცა 30%-იანი თუ ცენტიანი დანაზოგი გავაკეთოთ. შემოსავლის ზრდაზე ფოკუსი არის მთავარი ფოკუსის სფერო გამდიდრებაში და არა პირიქით ხარჯის შემცირება, ხო? და რეალურად რაში გვინდა სიმდიდრე, თუ ყავა ვერ დავლიე გარეთ და მეგობარი ვერ დავპატიჟე სადილზე, ზუსტად იმიტომ გვინდა, რომ მივიღოთ ფული, რომ გავუშვათ ისევ, ხო? ანუ ცირკულაციაში იყოს. ჩვევა ნომერი 3 გაგიკვირდებათ და არის ძილის დისციპლინა. ჩვენ აქ ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებიც სტაბილურად არიან მდიდრები. იმისთვის, რომ სტაბილურად მდიდარი ვიყო, მე უნდა მქონდეს
სტაბილური ნერვული სისტემა ჩემს ცხოვრებაში უნდა იყოს სიმშვიდე. ადამიანი, რომელსაც აკლია ძილი, არ ძინავს ჯანსაღად, არეულია, ხან შაბათ-კვირას არ ძინავს, ხან 4 საათი ძინავს დღეში, ის ვერ იქნება მაღალ ვიბრაციებში, ის ვერ იქნება სტაბილურად კარგ ხასიათზე, იქნება ხშირად გაღიზიანებული და ამ გაღიზიანების ფონზე მიიღებს ბევრ არასწორ გადაწყვეტილებას. თანამედროვე კვლევებით 8 საათი უნდა ეძინოს უწყვეტად კაცს და 9 საათი უნდა ეძინოს უწყვეტად ქალს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ძილის პერიოდი იყოს საღამოს 10-11-დან 7-9-მდე, იმიტომ რომ ამ დროს გამოიყოფა ბუნებრივად მელატონინი და ჩვენ უნდა ზოგადად მზესთან და ბუნებასთან ერთად ციკლურად გვეძინოს და ვიღვიძებდეთ. არ არის საჭირო, რომ დილის 4-ზე გავიღვიძოთ ან 5-ზე, იმისთვის, რომ ვიყოთ მდიდრები ან წარმატებულები, თუმცა ძირითადი ჩვენი, ესე ვთქვათ, შრომა, ინტელექტუალური, ფიზიკური შეხვედრები, მოლაპარაკებები, კვლევები, დათვალიერება უნდა ჩატარდეს მაშინ, როცა გვაქვს მზის შუქი. ზოგიერთი ადამიანისგან, მათ შორის ჩემგან ადრე მსმენია, რომ აი ღამე უკეთ გამომდის, ღამის ადამიანი ვარ, ის ვარ, ეს ვარ, არ არის არავინ ღამის ადამიანი, ეს არის მავნე ჩვევა, რომელიც ზოგიერთ ადამიანს პირდაპირ ეტყობა და ზოგიერთ ადამიანს უგროვდება და მე საბოლოო ჯამში მაინც არ ტყამს. აქედან გამომდინარე, ჩემო ძვირფასებო, თუ გინდათ რომ იყოთ მდიდრები, პირველ რიგში უნდა გქონდეთ ჯანსაღი ნერვული სისტემა. ჯანსაღი ნერვული სისტემა არ არსებობს გამოუძინებელი, უძინარი არეული ძილის და ცხოვრების სტილის მქონე ადამიანის შემთხვევაში და ჩემი ცხოვრება მართლა შეიცვალა მას შემდეგ, რაც დავიწყე ადრე დაძინება, არ ვიყენებ საერთოდ მაღვიძარეს, ანუ დილით არ მაქვს სტრესი, დამატებითი მაღვიძარეს სახით. ჩვენ ისე უნდა ვცხოვრობდეთ, რომ მზის შუქი გვაღვიძებდეს და მზის ჩასვლასთან ერთად ვიძინებდეთ და გადაალაგეთ თქვენი ცხოვრების წესი ამის მიხედვით და სხვათა შორის გამართლება არ იქნება, რომ 9-დან 6-მდე სამსახური გაქვთ, იმიტომ რომ 9-დან 6-მდე სამსახურიც მშვენივრად უწყობს ხელს იმას, რომ ჩვენი თავები ვამყოფოთ იმ რეჟიმში, რომელიც არის ჩვენთვის ბუნებრივი და ჯანსაღი. მეოთხე ჩვევა, რომელიც ასევე ხელს უწყობს ჯანსაღ ძილს, არის ჯანსაღ და სწორ ძილს, არის ალკოჰოლის და ნებისმიერი ნივთიერების ამოღება, რომელიც ადამიანს ამყოფებს არაფხიზელ მდგომარეობაში და მე დავამატებდი აქვე ნიკოტინს და კოფეინს. თუმცა ცოტა, ესე ვთქვათ, სხვა პრიორიტეტს მივანიჭებდი, მაგრამ ვთვლი, რომ ნებისმიერი ჩვევა, რომელიც არის დესტრუქციული ჩვენთვის და არ ემსახურება ჩვენი ჯანმრთელობის ხარისხის გაუმჯობესებას, უნდა ამოვიღოთ. მე ბევრს არ ვილაპარაკებ ალკოჰოლის მავნებლობაზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და დღესდღეობით ყველა წამყვანი თანამედროვე ინსტიტუტის კვლევა ამტკიცებს, რომ ერთი ჭიქა ალკოჰოლიც კი არ შეიძლება იყოს სასარგებლო ადამიანისთვის. ეს მითი, რომ ერთი ჭიქა წითელი ღვინო რაღაცისთვის, ეს არის მითი, სისულელე, მარკეტინგი. ეს ჯანმრთელობასთან მიმართებაში რა ვთქვათ, ხო? და მეორე არის ის, რომ ალკოჰოლის მოხმარება არის პირდაპირ პროპორციული ძალიან ბევრი დროის კარგვის. მე ამას საკუთარი გამოცდილებით ვამბობ. ხო, ადამიანები ძირითადად საქართველოში ყოველ შემთხვევაში როგორ ცხოვრობთ? პარასკევიდან პარასკევამდე, როდის მოვა პარასკევი, შევიკრიბებით, გავერთობით, ერთ-ორ ჭიქას დავლევთ, ზოგი მეც დალევთ. მერე შაბათს ნაბახუსევია, არ გვაქვს ენერგია, ანუ კვირაში 2-3 დღე იკარგება იმაში, რომ დავლიოთ და მერე ამ დალევიდან გამოვიყვანოთ ორგანიზმი. ხო, სულ 7 დღე გვაქვს. 7 დღიდან 4 დღე სხვისთვის მუშაობთ, 3 დღე ალკოჰოლში ვხარჯავთ.
ვერანაირად ვერ გამდიდრდებით. გამდიდრდებით კი არა ჩვენს ფიზიკურ, მენტალურ, არ ვიცი, სულიერ ჯანმრთელობას, ყველაფერს ვნებს. მე არ დამილევია უკვე მესამე წელია და ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და ასევე ვიტყვი, რომ ასაკის ზრდასთან ერთად ბუნებრივად ენერგია გვაქვს ნაკლები და კიდევ ალკოჰოლის ამ ენერგიის შემცირება აღარ არის საჭირო. თუ თქვენთვის პრიორიტეტი არის დოვლათიანი, მშვიდი, სტაბილური ცხოვრება, მაშინ ალკოჰოლზე ჩემი აზრით მთლიანად უნდა ვთქვათ, უარი რომ აღარ იყოს ეს ამოვარდნები, რომ თვეში ერთხელ დავლიე, მერე 2-3 დღე რაღაცა თავი მტკიოდა, ან ჩემ შემთხვევაში გრძნობდი ჩემი სული როგორ იკუმშებოდა და რამხელა ფსიქოლოგიური პროტესტი მქონდა, რომ ვსვამდი, გაიაზრეთ, რას უკეთებთ თავს. როგორ შეიძლება, რომ ალკოჰოლი და სიგარეტი იყოს გართობის საშუალება, როდესაც ეს არის ჩვენი ორგანიზმისთვის მომწვავლელი და მომაკვდინებელი, ხო? და ჩვევა ნომერი 5, არასთქმა, რომელიც ალკოჰოლზე არასთქმაც არის და ასევე არასთქმა ნებისმიერ ჩვევაზე, შეთავაზებაზე, დაბადების დღეზე, სამსახურზე, რომელიც არ ემსახურება თქვენს განვითარებას, ფინანსურ სტაბილურობას, ნებისმიერ რაღაცას უნდა დავაკვირდეთ იმ მომენტის ჭრილში კი არა, ამ წამს მინდა თუ არა წავიდე ამ ღონისძიებაზე თუ არ ვიცი დაბადების დღეზე. რას მარგებს საერთოდ? კარგია ეს ჩემი ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის, ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, სულიერი სიმშვიდისთვის? კარგია? ამ ადამიანების გარემოში ყოფნა? ბევრჯერ თქვით არა, რაც უფრო მეტ არას ვიტყვით. შესაბამისად აიწევს ჩვენი სტანდარტი. ხალხის აღქმა ჩვენ შესახებ. გავხდებით სანდოები. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ამბობს ყველაფერზე კის, ხო, ვერ გაგიგია რა პრინციპები აქვს, რა ღირებულებები აქვს. მე მირჩევნია მაგალითად ისეთი თანამშრომლები მყავდას და ისეთი მეგობრები და ოჯახის წევრები, რომლებიც მკაფიოდ აფიქსირებენ თავის აზრს და ხშირად მეუბნებიან თუნდაც მე არას, რომ არა მე ეს არ მინდა, არა მე ეს არ მაინტერესებს. ვიცი რომ ეს ადამიანი სანდოა, არ დამთანხმდება რაღაცა ისეთზე, რაც მისთვის მიუღებელია ან უინტერესოა ან არ არის სასარგებლო და აქედან გამომდინარე მე მას ბევრად უფრო პატივს ვსწამ და არას თქმა, პატი ჩვენი ესე ვთქვათ რეპუტაციის გარდა ასევე გვეხმარება იმაში, რომ ენერგია დავსოკოთ, ხო? ძველი ელენე წავიდა და რა ვიცი, დედა სადაც ეწოდა და მამა იქ წამოყევი, იქ წავიდეთ, იმის დაბადების ეხლა აღარ არის ესე. არ მინდა, არ წავალ. იმ დღეს დავისვენებ. და ამ ჩემს ენერგიას მოვახმარ, ესე ვთქვათ, ჩემს განათლებას, გამდიდრებას, ამ ვიდეოს ჩაწერას, ჯანმრთელობას. ბევრი არას თქმა უდრის ფოკუსის გასწორებას, არის პირდაპირ პროპორციული და იმისთვის რომ ვიყოთ მდიდრები, ნამდვილად გვჭირდება ერთ ან ძალიან ცოტა რაღაცაზე ფოკუსირება. სულ ეს არის ის 5 ჩვევა, რაზეც მინდოდა საუბარი. ამ ვიდეოს შემეძლო რომ ქონოდა სახელი 5 ჩვევა ჯანმრთელობისთვის, წარმატებისთვის, ანუ სხვადასხვა სახელი შეიძლება ქონოდა, მაგრამ რეალურად დამიჯერეთ, რომ ადამიანები დაჯერება არც კიდაც ინტერნეტში დაგუგლეთ, ვინც არიან სტაბილურად მდიდრები, ისინი ზრუნავენ თავიანთ ფიზიკურ, სულიერ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე, აი ამ მარტივი თითქოს არაფერი ისეთი ჩვევებით, ხო, რომ დროზე დაიძინე და დროზე ადექი, მაგრამ რამდენი ადამიანი იძინებს დროზე და რამდენი დგება დროზე მაღვიძარეს გარეშე. ნახევარი საქართველოს მე მგონი, არ ვიცი, ღამეს ათენებს და მართლა მინდა ჩემს თანატოლებს უთხრა, იმიტომ რომ რაღაც 90-იანების თაობაში განსაკუთრებით ვამჩნევ ამას და კიდევ უფრო ახალგაზრდებში, რომ ძილი არ ტეხავს. ძილი არის მთავარი ჩვენი სუპერ ძალა, რომელიც ორგანიზმს აძლევს აღდგენის, დასვენების საშუალებას და მოდი დავიძინოთ და დავიწყოთ ჩვენი ცხოვრების დარეგულირება ძილით.
და კიდევ ერთი კითხვა მექნებოდა, მე ვისაც სურვილი გაქვთ გაგიზიარებთ იმ სამ წიგნს კომენტარებში თუ დამიწერთ, თქვენც დამიწერეთ რაიმე წიგნი, ფილმი ან არ ვიცი, შეიძლება პოდკასტი, რომელიც თქვენ დაგეხმარათ ფინანსური, ესე ვთქვათ, ცნობიერების ამაღლებაში, იქნებ არ მაქვს ნანახი და ჩემი არხის მეშვეობით შემდეგ გავუზიარო ჩემს აუდიტორიას და ჩვენს საყვარელ თანამოქალაქეებს, იმიტომ რომ ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ და მოქალაქეები და შეგვიძლია რომ ერთმანეთზე ვიზრუნოთ თუნდაც ისეთი მარტივი რაღაცეებით, როგორც არის სასარგებლო ინფორმაციის გაზიარება. ძალიან დიდი მადლობა, რომ ნახეთ ეს ეპიზოდი, გამოიწერეთ Reverse Monday-ის არხი და შევხვდებით შემდეგ შაბათს.